ისტორიული დღეა, ისტორიული მოვლენის მომსწრე ვარ დღეს თითოეული ჩვენგანი. 29 დეკემბერს წინასაახალწლოდ ოცნების მთავრობამ საუკუნის პროექტის დასრულება მოგვილოცა. იცით რა ეძახიან საუკუნის პროექტს? რიკოთის გზას, რომელზეც თქვენ თითქმის ყოველდღე კითხულობთ რა ხდება და როგორ მდგომარეობაშია. ამ კითხვას ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასე უპასუხა. რაც თავარია რიკოთზე, სადაც მშენებლობას ყოველი გამვლელი თვალს ადევნებდა და სადაც გამოწვევები ყოველდღიურობად იქცა, იყო უამრავი ადამიანის გაბედულება, შრომა და გამძლეობა. დღეს ამ კითხვის პასუხად გვაქვს სწორედ ამ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგი. მან ისიც თქვა, რიკოთის გზის უფრო ადრე დასრულების მოლოდინი იყო, თუმცა მსგავსი სირთულის პროექტი აქამდე არ გქონია და ამის გამბედაობა მხოლოდ ქართულ ოცნებას აღმოაჩნდაო. მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ კლიპში კი გვეუბნებიან, ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ გზას, ჩვენ ვაშენებთ სანდომომავალსო, მაგრამ მოდით გავიხსენოთ, როგორ შენდებოდა რიკოთი. ამ მაგისტრალის უსაფრთხოებას აი ფაქტი 2023-24 წლებში იკვლევდა. მაშინ გზების დეპარტამენტი არც სამუშაოების ზედამხედველობის ოქრომს გვიზიარებდა და არც მიღება ჩაბარების აქტებს. ამიტომაც ბუნდოვანი იყო ზუსტად რა სამუშაოებს ასრულებდნენ კომპანიები და რა ხარისხით. არადა გზის ერთ-ერთ პრობლემურ მონაკვეთს ის ჩინური კომპანია აშენებდა, რომელსაც არც სახარბიელო რეპუტაცია ჰქონდა და თან არაერთ ქვეყანაში მონაწილეობდა კორუფციულ სქემებში. 2023 წლის გაზაფხულის ძლიერ მოწვევებმა დაგვანახა, რომ საუკუნის პროექტი ისეთი ხარისხით არ შენდებოდა, როგორცაც ვისურვებდით. ჯერ უბისა შორაპნის მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და ბეტონით გამაგრებული ფერდი დააზიანა. შემდეგ კი ახალსოფელი ზესტაფონის მონაკვეთზე ქვათაცვენა დაიწყო და გზა კვლავ დაიკეტა. ხშირად იხარგებოდა სოფელ ხევისა და შორაპნის მონაკვეთებიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსგავს ინციდენტებს უხნალექს აბრალებდა და პასუხისმგებლობას იხსნიდა. ჩვენ კი მოგიყევით რა ხარვეზები ჰქონდა ჩატარებულ ჰიდროგეოლოგიურ კვლევებს და როგორ მოჭრეს ფერდები არასწორად. ამ მასალების ბმულებს კომენტარებში დაგიტოვებთ. თქვენ კი მოგწერეთ, რიკოთის გზა საუკუნის პროექტია თუ ხიფათით სავსე ავტობანი.